გურჯაანსა და ქვეყნის 10 მუნიციპალიტეტში თემატური კლუბები აქტიურად მუშაობს. ახალგაზრდები სხვადასხვა საკითხებსა და ინიციატივებზე მსჯელობენ. პროექტი მხარდაჭერილია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ 2026 წლის საგრანტო კონკურსის ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება ფარგლებში. კლუბები იქნება დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტის ეგიდით გადამზადებული ახალგაზრდა ლიდერების მიერ, რომლებიც მრავალ ეტაპიანი კონკურსის შედეგად შეირჩა და საგანგებო ტრენინგ კურსი გაიარეს კლუბების შექმნისა და მართვის მიმართულებით. ჩვენი პროექტი არაფორმალური განათლების ქსელი საქართველოში სტარტს იღებს უკვე ძალიან აქტიურად და ჩვენ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით გავხსენით სხვადასხვა მიმართულების თემატური კლუბები. ახალგაზრდა ლიდერების მხარდამხარ მივდივართ, საგანგებოდ გადამზადებული ახალგაზრდები გვყავს და კახეთში განსაკუთრებული აქტივობა და ინტერესია. ახალგაზრდებს აინტერესებთ როგორ უნდა იმუშაონ და ჩვენ ამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს ვატარებთ და ახლა გურჯაანშიც ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გქონდა. ვარ ამ პროექტში ჩართული, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია გურჯაანელი ახალგაზრდებისთვის, რადგან გურჯაანელებს ეძლევათ საშუალება, რომ განივითარონ სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა უნარები. ეს იქნება დებატების მხრივ, მაგალითად კრიტიკული აზროვნება, STEM მიმართულებით, საიტების შექმნა და ასე შემდეგ და მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების განვითარება ახალგაზრდებში, რადგან არაფორმალური განათლება გვაძლევს ძალიან ბევრ საშუალებას და ძალიან გვეხმარება შემდგომ კარიერაში და ზოგადად პიროვნულ განვითარებაში.